საღამოშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ეხლა ამ წუთში ვიმყოფებით დიღომში, სადაც კონკრეტულად ეს არის ვაშლიჯვრის გადმოსასვლელი პანდუსი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები ამ წუთში. მე თქვენ ეხლა პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ, ვისაც აქვს ინტერესი ამ პროექტთან დაკავშირებით და ვიცი რომ ძალიან დიდია ინტერესი თუ როდის დამთავრდება ეს სამუშაოები. ეხლა ამ წუთში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კოჭების განთავსება იმისთვის რომ მალე დამთავრებული იყოს ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საკმაოდ ხელშეუწყობს იმას რომ საცობებისგან განიტვირთოს ეს გადმოსასვლელი და ყველაზე კარგად იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ თუ რამდენად სერიოზული პრობლემა არის, რამდენად დიდ დისკომფორტს წარმოადგენს ეს კონკრეტული მონაკვეთი. განსაკუთრებით პიკის საათებში არის საცობები და საათობით უწევთ ადამიანებს საცობში დგომა იმის გამო რომ ძალიან ბევრი ავტომობილი სარგებლობს ამ კონკრეტული გზით და სერიოზული პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ეს კონკრეტული მონაკვეთი განიტვირთოს და თავისუფლად იყოს შესაძლებელი გადაადგილება. რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი ამ პროექტთან დაკავშირებით. დაახლოებით 5 მილიონი ჯდება მისი განხორციელება. სიმართლე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გარკვეული ცვლილებები განვახორციელებთ არსებულ პროექტი, რაც იყო თავდაპირველი პროექტი, რაც იყო მოწოდებული და წარმოდგენილი. სერიოზული ცვლილებები განვახორციელებთ, იმიტომ რომ პირველადი პროექტით, ხა ეს ხეები, მწვანე სივრცეს, რასაც ხედავთ ამ მონაკვეთზე და მეორე მხარეს არსებული მწვანე სივრცეები მთლიანად უნდა მოჭრილი იყო ეს ნაძვნარი ხეები, რაც არ ვიცი, ხა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეების მიმართ, ხეების მიმართ და ცვლილებები განვახორციელებთ, რომ ეს მწვანე სივრცე შენარჩუნებული ყოფილიყოს და გარკვეული ცვლილებების გაკეთება მოგვიწია პროექტში, რაც რა თქმა უნდა გარკვეული დრო დაჭირდა ამ ყველაფერს. თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად აპრილის ბოლოს, მაისის შუა რიცხვებში მთლიანად იქნება დამთავრებული ეს კონკრეტული მონაკვეთი და შესაძლებელი იქნება უკვე საცობების გარეშე აქ გადაადგილება. ეს მონაკვეთი უკვე თითქმის დამთავრებულია, ის ძირითადი სამუშაოები, რაც უნდა განხორციელებული იყო და ფაქტიურად მიმდინარეობს ეს ბოლო შტრიხები, ბოლო ეტაპი მიდის ამ ძირითადი სამუშაოების, რომელიც ძალიან მალე იქნება დამთავრებული. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ სიახლე, რომ გზის ორივე მონაკვეთზე, ორივე მხარეს იქნება შიშუმ პირთათვის სპეციალური ლიფტები იქნება დაყენებული, რომ ყველანაირად ადაპტირებული იყოს და შესაძლებელი იყოს გადასვლა, გადმოსვლა. ესე იგი, კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ ისევ ამ კონკრეტულ სამუშაოებს, როგორც გითხარით, უახლოეს მომავალში მთლიანად დამთავრებული იქნება ის ხა რაც მიმდინარეობს, ეს არის რკინა-ბეტონის კოჭების დადება, როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით და შემდეგ უკვე დაიწყება მოასფალტება და კეთილმოწყობა ამ კონკრეტული პროექტის. ასე რომ ძალიან მალე დამთავრებული იქნება ეს სამუშაოები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიცი რომ სერიოზული დისკომფორტია დღეის მდგომარეობით ეს კონკრეტული მონაკვეთი ძალიან განსაკუთრებით პიკის საათებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის და ალბათ ვისაც უსარგებლია ამ გზით, ამ კონკრეტული მონაკვეთით, გამეთანხმება რომ ეს არის პრობლემა. თუმცა, როგორც გითხარით, ძალიან მალე ამას თქვენთან ერთად აუცილებლად მოვაგვარებთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზაგამტარი ახალი პანდუსი პროექტის სახით იქნება განხორციელებული. ამ ეტაპზე მე თავს აღარ შეგაწყენთ, მომდენო დღეების განმავლობაში ყველა იმ სიახლეს მოგაწოდოთ, რომელიც გვაქვს დაგეგმილი პროექტების სახით. ეხლა კი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და წარმატებები, აბა დროებით.